მოგესალმებით, დავიწყოთ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა თქვენის ნებართვით. ორი საკითხი გვაქვს დღის წესრიგში. ერთი არის საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის თავმჯდომარის ბატონ შოთა ბერეკაშვილის და ჩვენი კოლეგების ამ კომიტეტიდან ინიციატივა კანონპროექტი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებზე და მეორე არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები. ძირითადად საუბარია გარემოსდაცვის შეფასებით კოდექსში ცვლილებებზე და თამდევ კანონპროექტებზე, რომელზე მოხსენებელიც იქნება ქალბატონი ნინო თარდილაშვილი. გთხოვთ დავადასტუროთ კომიტეტის დღის წესრიგი. კეთილი, მადლობა. მაშინ გადავიდეთ პირველ საკითხზე. ბატონო შოთა, გთხოვთ. მოგესალმებით კოლეგებო. პირველი მოსმენით წარმოგიდგენთ საქართველოს კანონპროექტს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. როგორც მოგესხენებათ, დღეისთვის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები განთავისუფლებული არიან სასისტემო მომსახურების საფასურის გადახდისგან იმის და მიუხედავად, რომ სარგებლობენ ელექტროენერგეტიკული სისტემით. წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოში განახლებადი ენერგიის ბაზრის სრულყოფილი ფუნქციონირება და დისკრიმინაციული პრაქტიკის აღორქვა, ისე რომ მოხმარებელს კვლავ შეეძლოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამოყენება, თუმცა მხოლოდ სამართლიანი შეღავათების პირობებში. აღნიშნულის მისაღწევად კანონპროექტი შემუშავდა ევროკავშირისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც გულისხმობს ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლას. კერძოდ შემოთავაზებული ცვლილების თანახმად მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელებისთვის სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურების ანაზღაურებისგან განთავისუფლების შეღავათი ჩანაცვლება მარეგულირებული კომისიის უფლებამოსილებით დაადგინოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ანაზღაურების პირობები. ასევე 2027 წლის 1 იანვრამდე მიერთებულ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მოსარგებლე საბოლოო მომხმარებელს მიეცემა შესაძლებლობა 2033 წლის 1 იანვრამდე ისარგებლოს მიერთების მომენტისთვის მოქმედი პირობებით, რაც მოიცავს წარმოებული და მომხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვასა და შედეგად სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურებისგან განთავისუფლებას. გარდამავალ პერიოდში 2027 წლის 1 იანვრამდე შესაძლებელი იქნება 100 კილოვატამდე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიერთება იმ შემთხვევაშიც, თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე გადააჭავრებს კომისიის მიერ დადგენილ მაქსიმუმ ოდენობას. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიაზე მიიღებს კომისიის მიერ დადგენილ საფასურს, ხოლო ქსელიდან მიღებულ ელექტროენერგიაზე ანაზღაურებს როგორც მიწოდების, აგრეთვე სასისტემო მომსახურების საფასურს კომისიის მიერ დადგენილი წესით. ეს ცვლილება შედის აღნიშნულ კანონპროექტში. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან ჩვენ ხარს ვუჭერთ მცირესიმძლავრის ხეზების განვითარებას, თუმცა მიგვაჩნია, რომ თანაბარ პირობებში უნდა იყოს ყველა და გატარების საფასური აღნიშნულმა წარმოებლებმა უნდა გადაიხადონ, რომ არ მოხდეს ტარიფის დარიცხვა სხვა მომხმარებელზე და აღნიშნული ცვლილება უკავშირდება ასევე ევროკავშირის ენერგეტიკული პაკეტს და ენერგოკომუნიკის მოთხოვნას, რომ ჩვენ მოვიყვანოთ ჩვენი კანონმდებლობა შესაბამისობაში მათთან. თუ რამე კითხვები გაქვთ, ზადავთ კი პასუხი. დიდი მადლობა. გთხოვთ კომიტეტის წევრებს, თუ გაქვთ რაიმე კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები აღნიშნულ თემაზე. მთავარი არსი, როგორც ხვდებით და საზოგადოებასაც რა აუხსნათ, მთავარი არსი არის, რომ ერთის მხრივ მცირე სიმძლავრის მქონე
წარმოებებს ჰქონდეთ შესაძლებლობა რომ ისარგებლონ გარკვეული შეღავათებით, ან რაც ჰქონდათ თავის დროზე ეს გეგმები შემდგომი 5-6 წლის განმავლობაში ეს ძალაში დარჩეს, რათა თავის გეგმები როგორც ჰქონდათ ბიზნეს საქმიანობის სამხრივ მათ არანაირი კითხვის ნიშანი არ გაუჩნდეთ, მაგრამ მეორეს მხრივ ეს სისტემა, ეს შეღავათები არ იყოს ბოროტად გამოყენებული ცალკეული აქტორების მიერ და საბოლოო ჯამში რაც თავარია ეს არ დააწვეს სახელმწიფო სისტემის ამ ელექტროსისტემის ფუნქციონირებას და ეს პროცესი იყოს გამართული ამ მხრივ და გეთანხმებით რომ ეს პირდაპირ შესაბამისობაშია ევროკავშირის ენერგოგაერთიანების რეგულაციებთან და დირექტივებთან ამ მხრივ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროკავშირის დაახლოების გზაზე. ბატონ შოთა, მხოლოდ ერთი შენიშვნა გაქვს ამ მხრივ, თუ შეიძლება რომ ამას შენიშვნა დავარქვათ, რომ განვიხილოთ უბრალოდ სანამ გადავა უკვე პირველი მოსმენით პლენარზე გავიტანთ, ან სხვა კომიტეტებში იქნება განხილვა თქვენი შესაბამისობის ცხრილი, რაც მივიღეთ თქვენი კომიტეტისგან, გარკვეული ერთი შემოთავაზება აქვს, მოკლედ, რომ იმისათვის რომ ზუსტ შესაბამისობაში იყოს, ყოველ შემთხვევაში რაც დირექტივაში არის აღსახული, სიტყვასიტყვით შესაბამისობა იყოს, შემოგთავაზებთ გარკვეულ თარგმანს, ასე ვთქვათ, ფორმულირებას ამ ჩანაწერის და გთხოვთ რომ სანამ მოგვიანებით გადავალთ განხილვებზე, რომ იქნებ განვიხილოთ, სადაც ეს იქნება შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენი აზრით ეს დაგვეხმარება, ზოგადად ქვეყანას დაეხმარება, რომ თუ რაიმე საჩივრის ან გაუგებრობის შემთხვევაში სასამართლოში მოხდა ამ საქმის ამ თემების წაღება, მაშინ უფრო გამართულად რო ვიყოთ ამ მხრივ და რაიმე გაუგებრობა შემდგომ სამართალწარმოების დროს რომ არ გაჩნდეს, ჩვენი აზრით ეს იქნებოდა უკეთესი ფორმულირება, ასე ვთქვათ და ამას შემოგთავაზებთ, მოგაზრდით კომიტეტს და რომ განვიხილოთ ცოტა მოგვიანებით. ეთი გავტონოიკ. ნაშუთა დიდი მადლობა წარმოდგენილი ცვლილებებისათვის. მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია, იმიტომ რომ ეთანხმება თანამედროვე იმ რეგულაციებს და იმ სამართლებრივ სივრცეს, რომელიც არსებობს ევროკავშირის ბაზარზე და ეს ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველო დღესდღეობით ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან გლობალურ პროექტს, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროკავშირის ბაზართან ელექტროდაკავშირებულობის გაზრდას, რაც გამოიხატება შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას და ამ ფაქტის გათვალისწინებით ის რომ ჩვენ ეს შემოგვაქვს ეს დირექტივები რომ სრულ თანხვედრაში ვიყოთ ევროკავშირის ბაზართან ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ ასოცირების შეთანხმებაში ეს დირექტივები ასახული არ არის, მაგრამ იქ ასახული არის Energy Community-სთან, ანუ ენერგეტიკულ თანამეგობრობასთან თავსებადობის გაზრდა. ასე რომ მე ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, არამედ ჩვენი და ევროკავშირის ენერგომოსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით და საქართველოს გლობალური ეკონომიკური მოთამაშის როლის გაზრდისათვის. ასე რომ მე მივესალმები ამ ცვლილებებს და რა თქმა უნდა მხარს ვუჭერ. კეთილი გმადლობთ. სხვა შენიშვნები თუ არის ან კომენტარები? მე ეს დავამატებ, რომ ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ენერგოგაერთიანებასთან, რამოდენიმე კვირის ორი კვირის წინ იყო ეს რა ქვია ასე რომ ვთქვათ სამიტი ბრიუსელში და იქ ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ შავი ზღვის კაფელის ერთგულების მიმართ და გეგმის მიმართ, რომ აღნიშნული პროექტი განვახორციელოთ, ასევე გამოვხატეთ ჩვენი მზაობა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ენერგეტიკის მიმართულებით 2030 წლისთვის სრულყოფილად თანხმდრაში იქნება ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობაში. კეთილი, მადლობა. ამ თემას არ ეხება ზოგადად ამ კომიტეტის ამ კონკრეტულ საკითხს, მაგრამ რადგან წამოწიეთ, ნამდვილად ენერგეტიკული გაერთიანების მხრივ საქართველოს თავსებადობა სწრაფად იზრდება, ასე ვთქვათ, ამ მხრივ წელგამართულები ვართ და პინათლად ვასრულებთ იმ ვალდებულებებს, რაც გვაქვს ევროკავშირის წინაშე. სანამ კენჭისყრაზე გადავიდოდეთ, თუ გაქვთ სხვა შენიშვნა, მოსაზრება ამ თემაზე, მაშინ დავაყენებთ თქვენი ნებართვით კენჭისყრაზე, თუ უჭერთ ხარს, გთხოვთ კომიტეტის წევრებს. ეთილი, დიდი მადლობა ბატონში და გაქვთ კომიტეტის ხარდაჭერა და წარმატებებს გისურვებთ აღნიშნულის განხორციელებაში. მადლობა. გადავიდეთ მაშინ მეორე საკითხზე.
ქალბატონინო, გთხოვთ, წარმოადგინოთ ინიციატივა. მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ გარემოსდაცვის შეფასების კოდექსში ცვლილებებს თამდევ კანონპროექტებთან ერთად. პირველ ყოვლისა მოგახსენებთ, რომ არსებული გარემოსდაცვის შეფასების კოდექსი ამოქმედა 2018 წლიდან, რომელიც სრულად თანხმედრაში არის, ბუნებრივია შემუშავდა ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე და გახდათ ერთ-ერთი პირველი ვალდებულება, რომელიც ჩვენ შევასრულეთ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე გარემოსდაცვის მიმართულებით და შესაბამისად გარემოსდაცვის შეფასების კოდექსი სრულად თანხმედრაშია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან და ჰარმონიზებულია ევროპის კანონმდებლობასთან ამ მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლიდან დღემდე, კოდექსის ამოქმედებიდან დღემდე ჩვენ პრაქტიკაში დავინახეთ გარკვეული, ასე ვთქვათ, შინაარსობრივი თუ პრაქტიკული ხასიათის ხარვეზები, რომელიც ვფიქრობთ, რომ საჭიროებს გამოსწორებას იმისათვის, რომ კოდექსით დადგენილი პროცედურები ჩვენ გავხადოთ უფრო მეტად განჭვრეტადი დროში და ამავდროულად იყოს, ასე ვთქვათ, კონკრეტული საკითხები უფრო მეტად კონკრეტიზირებულად დარეგულირებული და რა თქმა უნდა მოგახსენებთ, რა საკითხებს გულისხმობ თითოეულთან მიმართებით. პირველ ყოვლისა ვიტყვი, რომ კოდექსი ძალიან, ასე ვთქვათ, კომპლექსური დოკუმენტი არის თავისი შინაარსით და შედგება ორი დანართისგან, რომელიც ჩამოთვლის იმ საქმიანობებს, რომელიც საჭიროებს, ასე ვთქვათ, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებს. რა თქმა უნდა, ამ პროცედურის მთავარი მიზანი გახავთ ის, რომ ჩვენ წინსწრებით დავაზღვიოთ გარემოსდაცვითი რისკები დაგეგმილი საქმიანობის პროცესში და მაქსიმალურად მოვახდინოთ გარემოს დაბინძურების პრევენცია. საბოლოოდ ამ პროცედურას ერთი ეს მიზანი აქვს და სწორედ ორი დანართით განსაზღვრული საქმიანობებიც გულისხმობს იმას, რომ პირველ დანართში მოცემული საქმიანობები ითვლება მაღალი რისკის საქმიანობებად და ცალსახად საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებს, ხოლო მეორე დანართით გათვალისწინებულ საქმიანობებს სჭირდება ეგრეთ წოდებული სკრინინგის პროცედურა, რა დროსაც დგინდება საქმიანობა შემდგომში საჭიროებს თუ არა სრულყოფილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის ჩატარებას. და რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში კოდექსი სამი ტიპის პროცედურას განსაზღვრავს: სკრინინგის, სკოპინგის და გეზეშეს პროცედურებს და თითოეული პროცედურისთვის კანონი ადგენს ძალიან კონკრეტულ წესებს და მოთხოვნებს. თუ რა ტიპის ინფორმაცია და დოკუმენტაცია უნდა იქნეს წარმოდგენილი იმისათვის, რომ დადებითი გადაწყვეტილებები გაიცეს სამინისტროსგან ამა თუ იმ პროექტთან დაკავშირებით. თუმცა პრაქტიკამ გამოავლინა, რომ ასე ვთქვათ, კოდექსით გათვალისწინებული ვადები რიგ შემთხვევაში არ არის კონკრეტული და ასე ვთქვათ, ჭირს დადგენილ ვადებში საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება, რადგანაც მაგალითად არ არის განსაზღვრული ხარვეზის დადგენის პროცედურები კანონის მიხედვით, ან რა შემთხვევაში უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება ინდივიდუალური პროცედურის განხორციელების დროს. ამიტომ ეს, ასე ვთქვათ, სიცხადე, რადგან კანონში განსაზღვრული არ არის, ამიტომ ხშირია შემთხვევები, როდესაც იწელება პრაქტიკაში, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რაც ერთის მხრივ რა თქმა უნდა, ეფექტიანი არ არის არც სახელმწიფოსთვის, მაგრამ ასევე არ არის ეფექტიანი ბიზნესისთვის, რომელიც ელოდება ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებას და რომელსაც სურს, რომ დროულად დაიწყოს საქმიანობის განხორციელება, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკის განვითარებისთვის გახლავთ მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩვენი წარმოდგენილი ცვლილებებით ჩვენ მაქსიმალურად ვაზუსტებთ ადმინისტრაციული წარმოების პროცედურებს, რომ ბიზნესისთვის გახდეს მეტად განჭვრეტადი, თუ განაცხადის რეგისტრაციიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რა პროცედურების გავლა მოუწევს ინდივიდუალურ, ასე ვთქვათ, კომპანიას, რომ მიიღოს სახელმწიფოსგან დადებითი გარემოზე ზემოქმედების შეფასების გადაწყვეტილება. რა შემთხვევაში შესაძლებელია, რომ დადგინდეს ხარვეზის, ასე ვთქვათ, საკითხი დაისვას დღის წესრიგში და ასევე ძალიან დეტალურად განისაზღვრება კოდექსით, რომ მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება დეტალურად იმ ინფორმაციის ჩამონათვალი, რაც სახელმწიფოს სჭირდება საბოლოო ჯამში იმისთვის, რომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს. მოგეხსენებათ, რომ ამ ტიპის ნებართვაზე არის მიბმული ძალზედ მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი თუ კერძო პროექტების განხორციელება, რომელთა დროშის სწრაფად განხორციელება ჩვენ ყველას გვესმის, რომ სახელმწიფოს ინტერესებშია, ამიტომ კოდექსმა და კოდექსით განსაზღვრულმა წესებმა მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს იმ ინტერესების განხორციელებას, რაც ერთის მხრივ ეკონომიკის განვითარებას გულისხმობს, მაგრამ მეორეს მხრივ ამით არ დავაზარალოთ გარემოს დაცვის ინტერესების. სწორედ ასე ვთქვათ, პირველი და მნიშვნელოვანი არის ცვლილება ის, რომ პროცედურები იქნება ძალიან კონკრეტული, გამჭვირვალე, განჭვრეტადი და ყველა ეტაპზე ბიზნესს ზუსტად ეცოდინება
განცხადების რეგისტრაციიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რა ვადაში, რა პროცედურების გავლა მოუწევს მას. ერთი ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. მეორე საკითხი, როგორც მოგახსენეთ, გულისხმობს, რომ კოდექსით არ იყო დეტალურად განსაზღვრული, რა შემთხვევაში შეგვეძლოთ ჩვენ ამა თუ იმ განცხადებაზე ხარვეზის პროცედურის გამოყენება, ან შეგვეწყვიტა წარმოება და ხელახლა დაგვეწყო განცხადების განხილვა და ამ საკითხებსაც ვაზუსტებთ ისევ და ისევ იმისთვის, რომ სახელმწიფოსთვისაც და კერძო სექტორისთვისაც ეს პროცესი იყოს გამჭირვალე, ნათელი და ყველას კონდეს, ასე ვთქვათ, თამაშის თანაბარი და გარკვეული წესები. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, ვფიქრობ, არის საქმიანობების ჩამონათვალი, როგორც მე დასაწყისში აღვნიშნე. დღეს კოდექსი თვალისწინებს ორ დანართს, პირველი და მეორე დანართის საქმიანობები და თავის დროს ბუნებრივია დანართში ჩამოთვლილი საქმიანობები სრულად ასახავს დირექტივაში განსაზღვრულ საქმიანობების ჩამონათვალს, მაგრამ რიგ შემთხვევაში ჩვენ, ასე ვთქვათ, ცალკეულ საქმიანობებთან მიმართებით ზღვრები არ გქონდა დადგენილი, ასე ვთქვათ, წარმადობა თუ რა ტიპის საქმიანობას სჭირდება სავალდებულოდ გარემოზე ზემოქმედების შეფასება და რა შემთხვევაში გამოიყენება სკრინინგის პროცედურა და ამიტომ რიგი საქმიანობებისთვის პრაქტიკიდან ისევ და ისევ პრაქტიკიდან გამომდინარე ვადგენთ კონკრეტულ ზღვრებს, აქაც იმისათვის, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, უფრო მეტი სიცხადე შემოვიტანოთ ყველასთვის, ვისაც სურს ნებართვის აღება, რომ ზუსტად იცოდეს, რომელი პროცედურით უნდა მომართოს სამინისტროს, იქნება ეს სკრინინგის პროცედურა თუ იქნება ეს სრულყოფილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა და ამიტომ რიგი საქმიანობების ჩამონათვალისა დაიხვეწება უკვე 6 წლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, რამაც აჩვენა, რომ რა შემთხვევაში ხდება საქმიანობების დაქვემდებარება სრულად გეზეშეს პროცედურაზე და რა შემთხვევაში არ ხდება ასეთი საქმიანობების დაქვემდებარება და ამ ანალიზის საფუძველზე სწორედ შევცვალეთ ჩვენ, ასე ვთქვათ, წარმადობები ინდივიდუალურ საქმიანობებთან მიმართებით. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ კანონმდებლობით არ ვცვლით საზოგადოების მონაწილეობის პრინციპებს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ გარემოსდაცვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ძალზედ მნიშვნელოვანია საზოგადოების მონაწილეობა, მათ ვისაც აინტერესებთ ესა თუ ის პროექტი, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მიიღონ, ასე ვთქვათ, ჩაერთონ და დაინტერესდნენ და მიიღონ ინფორმაცია დაგეგმილი პროექტების შესახებ, ამ კუთხით ჩვენ ცვლილებები არ გვაქვს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია ევროპული დირექტივების მოთხოვნების შესასრულებლად, ეს არის ეს ცვლილებები ფაქტობრივად არის ეროვნული, ასე ვთქვათ, პრაქტიკული მოცემულობიდან გამომდინარე პროცედურული, ძირითადად პროცედურული ხასიათის ცვლილებები, რომელიც არსებითად არ ცვლის კოდექსის შინაარსს და არ ეწინააღმდეგება ევროპული დირექტივის მოთხოვნებს, რომელთა საფუძველზეც ჩვენ თავდაპირველად და თავის დროზე ეს კანონპროექტი შევიმუშავეთ და საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის ბოლოს მიიღო სწორედ ეს კანონპროექტი. ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ევროპული დირექტივის მოთხოვნებთან შესაბამისი კანონპროექტი გვაქვს წარმოდგენილი, ამის ანალიზიც ბუნებრივია გავაკეთეთ ინდივიდუალურად თითოეულ საკითხთან მიმართებით და აქვე აუცილებლად დასკვნისათვის აღნიშნავ, რომ კოდექსი გარდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საკითხებისა აწესრიგებს ისეთ საკითხებს, როგორიც არის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურები, ეს ეხება ძირითადად ისეთი მნიშვნელობის დოკუმენტებს, რომელიც განსაზღვრავს მაგალითად ქვეყნის სივრცით დაგეგმარების საკითხებს, მაგალითად ქალაქმშენებლობითი დოკუმენტები, გენერალური გეგმები ხო ქალაქების, რომელსაც უტარდება ცალკე, ასე ვთქვათ, გარემოსდაცვითი პროცედურა, რომელსაც სტრატეგიული გარემოსდაცვის შეფასების პროცედურა ჰქვია, ესეც რა თქმა უნდა ევროპული დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად გვაქვს ჩვენ და აქაც დავაზუსტეთ იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელსაც დასჭირდება სტრატეგიული გარემოსდაცვის შეფასება, რადგან ცალკეულ შემთხვევებში გადაკვეთა გქონდა გეზეშეს და სტრატეგიული შეფასების პროცედურების და ესეც პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ დავინახეთ, რომ არ შეიძლება ერთი და იგივე საკითხი ორჯერ, ასე ვთქვათ, შევაფასოთ და ორი პროცედურით მოვახდინოთ, ასე ვთქვათ, ამ საკითხების განხილვა, სწორედ აი ამ პრაქტიკული მოცემულობიდან გამომდინარე დავაზუსტეთ იმ ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელსაც დასჭირდება სტრატეგიული გარემოსდაცვის შეფასება. ეს არის ძირითადად მუნიციპალური დაგეგმარების გეგმები, ანუ მასშტაბი, როდესაც დიდი არის, ქალაქმშენებლობითი გეგმები, რომელსაც ბუნებრივია, ასე ვთქვათ,
თავისი მასშტაბიდან გამომდინარე გარემოსდაცვით კუთხით ცალკეული შეფასება სჭირდება. ხოლო ინდივიდუალური განაშენიანების პროექტები ასეთ შემთხვევაში შეფასდება სამშენებლო კანონმდებლობის მიხედვით, ან თუ 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების პროექტი გვექნება, მას შესაბამისად გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკრინინგის პროცედურა ჩაუტარდება. აი ეს გარკვეული გადაკვეთები და უზუსტობები, რაც პრაქტიკამ გამოავლინა კოდექსთან მიმართებით, სწორედ აი ამ საკითხების დაზუსტება და გასწორება ხდება რეალურად. რა თქმა უნდა, ეს იწვევს ცვლილებებს თამდევ კანონებში, იმიტომ რომ ძალიან ესე ვთქვათ, კომპლექსური არის ის საკითხები, რომელსაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსი არეგულირებს და თამდევ კანონებში ცვლილებები ძირითადად შეეხება სწორედ აი იმ გეზეშეს კოდექსიდან გამომდინარე საკითხებს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით დასკვნისთვის მინდა აღნიშნო, რომ კოდექსში გათვალისწინებული ცვლილებები არის თანხმდროში ევროპული კანონმდებლობის და ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებთან. მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა. ჯარიმებს თუ ეხება რამე? ჯარიმები იცვლება ან რაოდენობა ან პროცედურები აღნიშნულზე? დიახ, მნიშვნელოვანი არის მოგახსენებთ ამ საკითხთან მიმართებით. გარემოსდაცვის შეფასების კოდექს ახლავს გარემოსდაცვითი პასუხისგებლობის შესახებ კანონში ცვლილებები. გარემოსდაცვის პასუხისგებლობის შესახებ კანონი ჩვენ ასევე ევროპის ასე ვთქვათ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე მივიღეთ თავის დროზე და აწესებს ასე ვთქვათ პასუხისმგებლობას, გარემოსდაცვის პასუხისმგებლობას ისეთი მაღალი რისკის შემცველი საქმიანობებისთვის, რომელიც თავშივე ვიცით, რომ შესაძლებელია გარკვეულ პერიოდში გარემოს აბინძურებდეს. პასუხისგებლობის შესახებ კანონში გვაქვს გათვალისწინებული ესეთი ცვლილება, რომ პირველ ეტაპზე თუ კი საქმიანობის განმახორციელებელი მსხვილი კომპანიებია, ძირითადად ეს კომპანიები, რომლებიც პასუხისგებლობის კანონის მოქმედების ქვეშ ექცევიან, გარემოს დააბინძურებენ თავიანთი საქმიანობის, უკანონო საქმიანობის შედეგად, პირველ ჯერზე ჩვენ გათვალისწინებული გვექნება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, სადაც გვაქვს საკმაოდ მაღალი საჯარიმო სანქციები შემოტანილი, რაც ასევე თანხმდრაშია ევროპულ მიდგომასთან, როდესაც იგივე ევროკავშირის პასუხისგებლობის კანონმდებლობაც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისგებლობას მაღალი საჯარიმო სანქციებით, რომ ამან გარკვეული პრევენცია უზრუნველყოს გარემოს დაბინძურების შემთხვევების და ბიზნესს კონდეს გარკვეული შინაგანი პასუხისგებლობა, რომ თუ კი ისინი რაღაცას დააბინძურებენ ან არასწორად მოექცევიან გარემოს, ასეთ შემთხვევაში მოუწევთ მაღალი ჯარიმების გადახდა, ხოლო თუ ერთი და იგივე კომპანია განმეორებით ჩაიდენს მსგავსი ტიპის დარღვევას, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ჯარიმები არის 20,000-დან 40,000 ლარამდე, ასევე ძიმე, ასე ვთქვათ, დარღვევის შემთხვევაში 40-დან 80,000 ლარამდე. აი ესე მერყეობს, რაც ფიქრობ, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც გარემოს დაბინძურების პრევენციაზე ვსაუბრობთ, შემაკავებელი მექანიზმი ერთ-ერთი არის, რა თქმა უნდა, საჯარიმო სისტემა, რამაც წარსულ პერიოდმა ასევე გვაჩვენა, რომ საკმაოდ წარმატებით იმუშავა, მაგალითად, ისეთი კანონმდებლობის შემთხვევაში, როდესაც ჰაერდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნები შემოვიტანეთ ჩვენ ახალი და თითოეული დარღვევისთვის საკმაოდ მაღალი საჯარიმო სანქციები დავაწესეთ და ამან დიდი პასუხისგებლობა გააჩინა ბიზნესში, რომ მათ ასე ვთქვათ, არ გააბრკვიონ მავნე ნივთიერებები ნორმაზე მაღალი კონცენტრაციებით, რათა არ დააბინძურონ ატმოსფერული ჰაერი. აი ეს არის მოკლედ ჯარიმებთან მიმართებით, რაც შემიძლია მოგახსენოთ. ანუ არის პირველადი ჯარიმა, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა და მერე გადადის უკვე სისხლის სამართალში. არა, პირველ ჯერზე იქნება ჯარიმა და განმეორების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. გასაგები. ამ შეგვიძლია ვთქვათ საერთო ჯამში, რომ ამ ცვლილებებით წესრიგდება უფრო პრაქტიკიდან გამომდინარე, ფართოვდება, იხვეწება გარემოს დაცვითი სტანდარტები, მათი აღსრულების მექანიზმები. კეთილი. თქვენ ხო არ გაქვთ სხვა კითხვები ან შენიშვნები მოსაზრებები? ხო, ნამდვილად საკმაოდ დაწვრილებითი ინფორმაციული მოხსენება იყო. მაშინ დავაყენებ კენჭისყრაზე, თხოვთ თქვენს ხარდაჭერას. დიდი მადლობა, გავტონინო ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენი კომიტეტის თანხმობაც და აღნიშნულით მე დავასრულებ ამ სხდომას. მადლობა.